დიდი პრაქტიკა არ მაქვს, მაგრამ რაც მაქვს იმ პერიოდშიც ერთ-ერთი ყველაზე საშინელი და გამაღიზიანებელი არის ორ ფაქტორს ვიყო. ერთი რომ წინ რომ მიდის მანქანა და მკითხაობა გიწევს საითო და წავიდეს, რო არ თავს ცინციმას და მეორე ღამე რომ მოდის საპირისპიროდ მომავალი მანქანა და შორი განათების ფარებს გთხრის თვალებს ასე ვთქვათ. რა უნდა ვუთხრათ ასეთ ძღოლებს, გარდა იმისა რომ უპასუხისმგებლობები არიან. ხო, ანუ მეც ძალიან ხშირად ვფიქრობდი ხოლმე რომ მხოლოდ ეს უპასუხისმგებლობაა, მაგრამ მე შემთხვევაში, იმიტომ რომ მე არ მერიდება ხოლმე ვაჩერებ ესეთ ძღოლებს, ანუ მოვაბრუნებ მანქანას, შემოხვედრები, გავყვები, სადღაც გავაჩერებ და პატარა ლექციას წავკითხავ. ანუ არ მერიდება მაგის ხოლმე და არ გაგიკვირდეთ სადღაც გაჩერებული რო ვიდგე ქუჩაში ვიღაცას ლექციას უკითხავ და იმიტომ რომ ერთით ნაკლები მძღოლი მაინც იქნება ის ვინც საომავლოდ რაღაცას სუდად გააფუჭებს ან სუდად მოიქცევა რა. ნახეთ როგორი რაღაცაა რა, აქაც ისევ ცოდნასთან მივალთ რა. ანუ იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ბევრჯერ მქონია რაღაცაზე კამათი და ძალიან გაკვირვებულიც ყოფილა ბევრი მძღოლი რომ მოიცა რა დავაშავე ეს მე რა ანუ თუნდაც შუქებზე ვთქვათ რომ ანუ რისთვის აქვს აბა ეს რა შორი და ახლოს რა ვერ ხედავდი და ჩავრთევ და ასე კარგად ხედავდიო რა რა დავაშავე მეთქი პირიქით რომ განათებს ხო შეუწყები ხარ რა აქეთ რო განათებს რა რავი წესში ხო წაიკითხე რომ წერია რომ ახლოს მაშუქები როდის ჩართო მანქანა თუ ოდნავ მაინც გამოჩნდა რომ გამორდა რაღაცები მაგრამ არ ეს რაღაცები არ იმიტომ რომ როგორ წაიკითხეს იცი განაისო წესად წაიკითხა და გაეთავისებინა წაიღე გამოსადი ჩაბარების რომ ამ ბილეთში თუ ესი არის ნიშნავს რომ ესი და ამას უნდა დავაწეთო ეს ნიშნავს თუ რაღაც ესე რა ძალიან გაკვირვებული კითხულობ ხოლმე ამას რა და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში რა ანუ შეგნება დგას ცოდნაზე ანუ შეგნება ვერ იქნება ცოდნის გარეშე რა თუ ცოდნა არ გაქვს ხო აი შეგნებული ტიპი ხარ აი რაზე დგას ბაზა ხო გინდა რაზე დგას ამიტომ მე ვფიქრობ რომ საბოლოო ჯამში მაინც რა მეორე მხრიდან შემოუვაროთ ამას ყველაფერს და ურთიერთპატივისცემაზე მაინც დავდგეთ რადგან ცოდნაზე ვერ ვდგებით რა ანუ ისე მოვექცეთ სხვას როგორც გვინდა რომ ჩვენ მოგვექცნენ რა ყველაზე უფრო მეტად გავრცელებული არის რაზეც ყველა ვღიზიანდებით მაგრამ საბოლოო ჯამში შეიძლება მე ჩვენც ისე მოვიქცეთ როგორც სხვა ანუ არის ის რომ თუ ვიღაც საუბრად გზის გადმოკვეთა რომ უნდა და რომ არ უშვებენ ხოლმე რომ ჩაყენების უფლებას უარაძლევენ რა რომ მოიცა ეს ჩემი გზა და მე წითელიანითება მე გავიჭედები ან რაღაცა და სადღაც როგორღაც ჩადგეს და მე იქნება პრობლემები საცობები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ანუ არ მე გეტყვით რომ არ რომელი კამერაში შევიხედო არ ვიცი მაგრამ გეტყვით რომ არ ყველაზე მაგარი ტიპი ხარ მაშინ როცა შეგიძლია სხვისი პატივისცემა